ისლამი ცაცია, სხვანაირად მოძრაობს. უყვარს თეიქდაუნებზე გადასვლა, ამიტომ ვემზადებით. უთმელად ველი. ჩემთვის რო ეკითხათ, ვიტყოდი ისლამთან დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი. ძალიან მაგარი იქნებოდა, რადგან ზუსტად ვიცი. მე მაქვს იმის უნარი, რომ მთელი მსოფლიო განვაცვიფრო. ჩემთვის რა თქმა უნდა ცხადია, რომ მას დავამარცხებ. მაგრამ მსოფლიოსთვის ეს იქნება სრული შოკი. როგორც უკვე გითხარი, მე ვფიქრობ, რომ მას ყველაფერში ვჯობი ვარ. ამის ნამდვილად მჯერა. პირადად მე მას შევეკითხებოდი, რომელია მისი საყვარელი საბმიშენი. ნებისმიერი ილეთი აიღე. დარსი მაგალითად, მაგით მოგგუდავ. ანუ თუ შეეკითხები, რომელია მისი საყვარელი საბმიშენი, იმ ილეთით მოგუდავ, არა? დიახ. ეს ის ტიპია, ვისაც ხაბიბი ავარჯიშებს და წვრთნის, ხვდები? ხაბიბი, რომლის რეკორდიც 28-0-ზეა. არასოდეს წაუგია. არ არის პრობლემა. მე ხაბიბის კუთხეში ახლოს მივიყვან და მის დასანახავად მოვგუდავ. ხაბიბის წინაშე მოგუდავ? დიახ. ხაბიბიც ამას აკეთებდა ხოლმე. ზურგით მიათრევდა თავის მოწინააღმდეგეს მიწაზე დააგდებდა და დანას ესაუბრებოდა. მეც იგივეს ვიზამ ხაბიბთან. წავიყვან და ძირს და ხაბიბს დაველაპარაკები. ხაბიბ მისმინე, ეს უნდა ვქნა. რას ეთყოდი? არა, მართლა არ ვიზამდი ამას. მას პატივს ვცემ, მაგრამ მე უბრალოდ ასე მიმაჩნია, თუ მინდა მას დარსით მოვუგუდავ. უბრალოდ მითხარი შენი საყვარელი ილეთი, დარსი, მაგით მოგიგებ, ხუმრობ, ხო? არა, ნამდვილად არ ხუმრობ. მართლა მჯერა, რომ მე მას დარსით ან რომლითაც უნდა იმით მოვუგებ.